მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახში კი არა, საერთოდ ჩემ წინაპრებში და ჩვენს დედაჩემის და მამაჩემის სამეგრელოში საერთოდ გაშორებული არავინ არ იყო. დედაჩემიც და მამაჩემიც იყვნენ მე-7 კლასიდან შეყვარებულები და ეს იყო რაღაც ცნობილი დიდი სიყვარულის ისტორია. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან მე მგონია, რომ ეს ძალიან სწორი იყო, როგორც ჩემთვის, ისევე ჩემი პირველი მეუღლისთვის. მას არაჩვეულებრივი ოჯახი ყავს ახლა და ის რისი მიცემასაც მე ვერ ვახერხებდი. არ აქვს მნიშვნელობა რატომ. არ იყო ეს კავშირი თუ მე სხვა რაღაცები მაინტერესებდა, თუ ამის წელს გავთხოვდი ან სხვაგან განვითარდი. რომც მე გადამეწყვიტარი ოჯახისთვის ჯობდა ის ადამიანი. ანუ 90-იანებისთვის შენ გვიან გათხოვდი. იყო. 18-ის გავხდი ხელმოწერის დღეს. ანუ ჩვიდმე ხო. ხოთო ჩემ შულს ვკითხე მე რომ მეთქი რა განცდა ქონდა მეთქი, როდესაც მე და მამაშენი დავშორდით თქო და როცა დაშორდითო არაფერიო. რაღაცა თითქოს ველოდებოდი მას კიდე და რატო თქო ცხოვრებაში ჭუბი არ გინახავს ჩვენი კონფლიქტი არ გინახავს და ძალიან ნორმალური ურთიერთობა იყო და ის არაჩვეულებრივი მამა იყო და ქმარი და ყველანაირად აი გრძნობდი რომ სხვადასხვა ვიყავით. მათაშორის არსებობს ესეთი კვლევა წიგნი არის Origins of Happiness ბედნიერების საფუძვლები სადაც 4 ქვეყანას აკვირდებოდნენ 70 წლის განმავლობაში ადამიანებს აკვირდებოდნენ დაბადებიდან აი ამ სიბერემდე რომ აღმოეჩინათ რა არის ბედნიერება და რამოდენიმე პარამეტრს უყურებდნენ ეს არ გამოგვადგება ბედნიერების საფუძვლად მაგრამ პარამეტრი იყო რამდენად გავლენას ახდენს ოჯახის დანგრევა ბავშვზე და აღმოჩნდა 0%-ით თუ არ უძღოდა ამას წინ დედმამის ჭუბი და ძიმე ურთიერთობა. ანუ გაშორება მხოლოდ მაშინ ახდენს გავლენას ბავშვის ფსიქიკაზე, აი ამ ხელა სტატისტიკის მიხედვით, თუ იქ არის ერთმანეთის გინება, შეურაცხყოფა და ერთმანეთის არაღიარება.